სალამი ჩემო კარგებო. ახლა მინდა გელაპარაკოთ რუსეთის სიძლიერეზე. რუსეთი დიდი ტერიტორიის ქვეყანა არის. ყველანაირი სასარგებლო წიაღისეული აქ მოიპოვება. ამიტომ კაპიტალისტური სამყარო მუდამ კბილებს ილესავდა მის დასაპყრობად. სულ უნდა დაპყრობა, სულ რაც არსებობს ეს ქვეყანა, სულ მაგარის დაპყრობა უნდათ. მუდამ ხო, მაგრამ აგერ 600 წელია, ესე კულიკოვოს ბრძოლა რომ მოხდა, მას მერე არ კულიკოვოს ბრძოლა ხო მოიგეს, მას მერე არ წაუგიათ. რუსებს არც ერთი დიდი ომი ახლა. პატარ-პატარა იგენი იყო, წაგებები მიდიოდნენ მოსკოვამდე, მაგრამ მერე ისევ უკან აბრუნებდა რუსები. ხო და მის ბუნაგში განადგურა ჰიტლერი, მის ბუნაგში. ხო, აგერ 600 წელია რუსეთს არც ერთი დიდი ბრძოლა არ წაუგია. ან ომი არ წაუგია. რუსეთის დაჩოქება შეუძლებელია, ამ ქვეყნის დაჩოქება. ძალიან ძლიერი ქვეყანაა მსოფლიოში. ჯერ ერთი ტერიტორია, ისეთი დიდი ტერიტორია აქვს, რომ ამ ქვეყნის დაჩოქება შეუძლებელია. ხომ ხედავთ ხალხო, ხომ ხედავთ, რომ ნახევარი მსოფლიო, მთელი ევროპა, ამერიკა და მთელი კაპიტალისტური სამყარო ეომება, მაგრამ ვერაფერი დააკლეს, ვერ დააკლეს, ვერაფერი ტერიტორიაზე იბრუნებს. კი არ იპყრობს, ეს საბჭოთა კავშირის ტერიტორია იყო, მაგრამ შემდეგ დაიყო შემდეგ. სინამდვილეში ეს იყო საბჭოთა კავშირის ტერიტორია. ამ ტერიტორიაზე იყო ისე უსტნი, ისე იგი ზეპირი, რომ არ უნდა გარბაჩოვს, ისე იგი ქონდა ზეპირი, დაგაორი, ხელშეკრულება, რომ არ უნდა გაფართოებულიყო ნატო და აგენმა მაინც გააფართოვეს ნატო, ხო და კიდე უნდებიან გაფართოება. ხო, ამიტომ ტერიტორიაზე იბრუნებს, კი არ იპყრობს, იბრუნებს. ეს საბჭოთა კავშირის ტერიტორია იყო. უკრაინის ომი მალე დამთავრდება. არის ახლა 28 პუნქტიანი წამოაყენა ტრამპმა, მაგრამ არ მოსწონს რუსეთს, ყველაფერი არ მოსწონს, ხო და სანამდე არ შესრულდება რუსეთის პირობები, რაც პირობები წამოაყენა. დენაციონალიზაცია, ესე იგი, ნაცისტური პარტიები, რომ აიგზალოს, უნდა იგენი, ნაცისტური პარტიები. ხო და დენაციონალიზაცია მთავარი არის ეს, ხო და რუსული ენა უნდა შევიდეს კიდო მაშინ, რა ქვია, რუსული ენის აგზალვა არ უნდა მოხდეს. აგენმა რომ აგზალეს ყველაფერი. ხო, უკრაინის ომი მალე დამთავრდება, მაგრამ არის დასაწყისი ახლა, სულ არაა დამთავრებული, მაგრამ თუ ეს შეთანხმდნენ 28 პუნქტიან ემაზე, მაშინ დამთავრდება მალე. და რუსეთი მიიცლის ამიერკავკასიისთვის, მიიცლის. ჯერ არსალია რუსეთს, მერე მიიცლის. თუ დროზე არ მოვედით გონს და არ აღვადგინეთ ის ურთიერთობები, რაც იყო 35 წლის წინათ, თუ დროზე არ მოვედით გონს და არ იქნებოდა, თუ ხო რუსეთის ხო, თუ დროზე არ მოვედით გონს და არ აღვადგინეთ ის ურთიერთობები, რაც იყო 35 წლის წინათ, საქართველო დაიშლება, როგორც ადრე იყო, მარტივ მომრალებად დაიშლება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რაც არ უნდა დაჯდესო, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ საქართველოს და არა მარტო საქართველოს. თუ გაჭირდა, ძალასაც შემოიყვანს, ხო და თბილისსაც აიღებს და მთელ საქართველოს აიღებს, თუ დაჭირდა. ამიტომ გონს უნდა მოვიდეთ, ჩვენ გონს უნდა მოვიდეთ. ერეკლე მეფე არ იყო თქვენზე ნაკლები ჭკუის, და
ძალიან ჭკვიანი კაცი იყო, სხვათა შორის ძალიან მაგარი მეომარი კაცი იყო, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. ურუსეთო საქართველოს ესე ვერ გაძლებს, არ შეუძლებელია. ამიტომ უნდა შევიგნოთ, რომ ურუსეთო საქართველოს ძალიან გაუჭირდება. ყველაფერი ახლა პროდუქტი რაც შემოდის, მარილი უკანასკენ მარილია, ასანთი, ქვილი, ზეთი, შაქარი, ყველაფერი პროდუქტი, ბენზინი და ნავთობპროდუქტები შემოდის რუსეთიდან. ეს გინდათ, კეთილდღეობა და ხოდა ეს ყველაფერი გინდათ და მაინც ლანძღავთ რუსეთის ხელმძღვანელობასა და თვით რუს ერს. რუსიერი რაშვაშია პატიოსანი რუსი ხალხი. ეს რუსოფობია უნდა დამთავრდეს, თორემ კარგი დღე არ დაგვადგება. ახლა გადავიდეთ ეკონომიურ და სოციალურ საკითხებზე. საჭიროა პატარ-პატარა მეურნეობების და ამხანაგობების აღდგენა, შექმნა. პატარ-პატარა მეურნეობების, რომ უწინო იყო, დიდი მეურნეობები იყო, მაგრამ დიდი მეურნეობის იმას დრო უნდა, მაგრამ პატარ-პატარა, ესე იგი, პატარ-პატარა ამერიკაშია თვითონ კომუნები, ამერიკაში თვითონ და კაპიტალისტურ ქვეყნებში არის კომუნები, სადაც იგენი არ ემორჩილებენ თავისი აქვენ ყველაფერი, თავისი პროდუქტი მოყავენ და თავისი რომ ხალხი ვინც ვერ ისწავლის, ყველას არ შეუძლია სწავლა და არ აქვს სწავლის უნარი. ამიტომ უნდა დასახვდეს იმ მეურნეობაში, ტრაქტორისტი იქნება, მუშა იქნება, დასახვდეს უნდა. ყველას არ შეუძლია სწავლა. და ისინი იმუშავებენ მეურნეობებში და ხალხი უმეტესად ახალგაზრდობა არ გაიქცევა უცხო ქვეყნებში მონურ სამუშაოებზე. უნდა შეიქმნას შრომითი რეზერვები, სახელოსნო სასწავლებლები და უცხო ქვეყნებიდან უნდა აიგზავნოს, თავარი ეს არის, უცხო ქვეყნიდან უნდა აიგზავნოს მუშახელის შემოდინება. აიგზავნოს უნდა უცხო ქვეყნებიდან. კიდევ მოვისმინე პაატა აბულაძის მეორე სპეციალური გამოშვების ვიდეო ბლოგი. ყველა წინადადებაში ვეთანხმები ბატონ პაატა აბულაძეს. თითქოს მე რაც მინდოდა მეთქვა და რასაც ვლაპარაკობ, 3 წელზე მეტია უკვე იმან ჩამოაყალიბა ყველაფერი დეტალურად. კონსტრუქციულ ოპოზიციას ყველა ნახეთ რომ ტელევიზიებში გამოდიან კონსტრუქციული ოპოზიცია რომ გამოდის ისე ყველას მიგვაჩნია ერთადერთ გამოსავალს ამ სიტუაციაში გონიოსა და ახალციხეში ბაზების ჩაყენება. ეს არის გარანტია, მშვიდობის გარანტი. ეს მიგვაჩნია რომ ამ ქვეყანამ დაიზღვიოს თავი და გამრავლდეს და წაიწიოს წინ. თორემ ამ ქვეყანას არ ვიცი მე ძალიან ცუდი მომავალი აქვს თუ ეს არ გაკეთდა ასე. ჩავაყენოთ უნდა გონიოში და ახალციხეში რუსული ბაზები და კიდე ანტიტერორისტული ცენტრებით შექმნათ სავალდებულოა. ერთხელ უკვე ვთქვი, რომ მოხდეს ახლა შვედეთში და მაშინ რო ხდება გააუპატიურეს ახალგაზრდა ქალი გააუპატიურეს, ხოდა რომ მოხდეს ასეთი და რომ მოხდეს შეტაკება ქართველებსა და ამ ხალხს შორის გაამტყუნებენ ქართველებს. მაგრამ რუსი რომ ჩადგება აქ, რუსი რომ შეიმასინებს, რუსი ცხვირპირს გაუხეთქავს და ვერაფერს ვერ ეტყვის. და ქართველებს გაამტყუნებენ ყოველთვის. ამიტომ საჭიროა დაცვა რუსეთი ჩვენი. რუსეთი არის დაცვის ფარს რომ იკეთებდნენ უწინ მებრძოლები, ფარს რატომ იკეთებენ ისე? დაცვა გვინდა, დაცვა უნდა ადამიანს. და ქართველი კაცი არის დაუცველი, ახლა დაუცველია ქართველი კაცი. არაფერი დაცვა მას არ აქვს. მთავრობამ ასებძვის
ყველა უცხო ქვეყნის იგი მასებთვის ხო და დაუცველია ქართველი კაცი. ხო, ეს უნდა გააკეთოთ აუცილებლად. 80 წლის კაცი ვარ და ცოტა მეც მესმის რაღაცა. ხო, ეს მოხსნის არაბიზაციის პრობლემას. მოიხსნება და შემდეგ ეს როცა შემდეგ ნაწილობრივ რაც გინდათ ის გააკეთეთ. შემდეგ საშიში აღარ იქნება, მაგრამ ასე დიდი იმით, კი არა, დიდი პატარ-პატარა ახლა იმას ხოვარით ეს ჰომოფობია და იგი არ ვარგა, მაგრამ შემდეგ ეს რუსი ჯარი ჩადგება, შემდეგ დაცული ვართ ყველანაირი იმიდან, დაცული ვართ. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს და შემდეგ გამოიტანოთ უნდა ხალხის იმაზე, ეს პროექტები რომ არის, ასე გამოიტანოთ და განსაჯოს უნდა ხალხმა ეს. გაიმართოს უნდა დისკუსიები და ის რუს და ქართველს, უყურეთ, რუს და ქართველს ერთად დგომს, როცა რუსი და ქართველი ერთად დგას, არა, არ არსებობს ძალა, რომ მათ მოერიოს. არ არსებობს ძალა. რო იყო სტალინი და რუსები ერთად, რო ვიყავით ქართველები და რუსები, ვერავინ ვერ დაგვაჩოქა. და ახლა ყველა ბოდეში და თავზე იმაშობა, გვასულის ყველა. ჩინეთი ვერ გადაწყვეტ საქართველოს პრობლემებს. ჩინეთთან ეკონომიური თანამშრომლობა კარგია, კარგია. კომუნისტური ქვეყანაა. მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ჩინეთი ვერ დაგეხმარებათ, გაიგეთ ეს შეუშვით თავში, რომ ჩინეთი ვერ დაგეხმარებათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ტერიტორიების რო იძახით რუსეთმა დაიპყრო ეს ტერიტორიები, იმ კაცს უნდა უთხრა, ურთიერთობა უნდა კონდეს, რომ რატომ დაიპყარი, რატომ წამართვი ეს უნდა შეაგნები, ვის უნდა დაელაპარაკო, მას უნდა დაელაპარაკოთ, მაგრამ სხვა რა იცის და რასიზმს. ჩინეთი დიდი ქვეყანა, მაგრამ ვერ დაგეხმარებათ ამ ამბავში. ასევე არაბიზაციის პრობლემასაც ვერ გადაწყვეტ ჩინეთი. თვით ჩინეთი რუსეთს უწოდებს უფროს ძმას. არაერთჯერ განაცხადა ჩინეთის ხელმძღვანელობამ, რომ რუსეთს მოი ბალშოი ბრატო, ესე სტარჩიო, უფროსი ძმა არის ჩვენიო, რუსეთიო. რუსეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში, შოსი და ბრიქსში თავარი მოთამაშეა. თითქმის შეიძლება ითქვას მისი დაარსებულია ეს ხო და ამ მეორე პოლუსში თავარი არის ისე რუსეთი. ურუსეთო ჩინეთის ვერაფერს გახდება და ვერც ინდოეთი და ვერაფერს ვერ. თავარი არის რუსეთი. ურუსეთოთ აქ ვერაფერი ვერ გადაწყდება. ჩინელებმა ერთხელ უკვე გამოსცადეს. თქვენ არ გახსოვთ. ჩინელებმა ერთხელ გამოსცადეს რუსეთის ძალა ტამანის კუნძულზე. და თქვენ გამო რუსეთი, თქვენ გამო ჩინეთი რუსეთს ვერ განაწყენებს. ეს დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ. ხომ ხედავთ ბატონო ბიძინა ივანიშვილო, რამდენი უკმაყოფილო ხალხი არის ამ პოლიტიკის, თქვენ რომ პოლიტიკას ატარებდა, ამ პოლიტიკისა და ეკონომიკის შემყურე. უკმაყოფილო ხალხია ბევრი ძალიან. ამიტომ საჭიროა ან რიგგარეში არჩევნები ჩატარება, სადაც მეხუთე კოლონამ ვერ და მათმა დანაშილებმა და მათ მეხუთე კოლონის იმაში, ვინც გამოდიოდა ამ მიტინგებში და მაშინ, იგენმა ვერ უნდა მიიღოს მონაწილეობა. უნდა მიიღოს ქართულმა ოცნებამ და კონსტრუქციულმა ოპოზიციამ. მე რომ ვასახელებ ამდენხანი ამ ხალხს, ამ პარტიებმა, კიდევ დავასახელებ სოციალისტურმა პარტიამ, სოლიდარობამ მშვიდობისათვის
მემარცხენე ალიანსმა, თავისუფალმა საქართველომ, ხო და იმას რა ქვია, პატრიოტთა ალიანსმა და კიდე ხო ამ კონსტრუქციულმა ოპოზიციამ უნდა მიიღოს ნაწილობა არჩევნებში და არა ნაცისტურმა და ეგეთი იმან რა ქვია, მან რომ ჩამოაყალიბა ახლა ჩამოაყალიბეს ვითამ იგი რა ქვია ნეიტრალიტეტის მომხრე პარტია. რა არის, რაფერი პარტიაა ეს? პარტია როგორ შეიძლება? პარტია სინამდვილეში უნდა იყოს ორი პარტია უნდა იყოს, ორი. ერთი უნდა იყოს ასია ყველგან ეს ნაცები და ინტერნაციონალები. მაგრამ ამ შემთხვევაში ნაცები ქართული ოცნება გამოდის. დიდი განსხვავება არა ამას შორის. ამიტომ საჭიროა ან რიგარში არჩევნების ჩატარება, სადაც ეს მეხუთე კოლონამ ვერ უნდა მიიღოს მონაწილეობა და მის ნაცვლად უნდა მიიღოს მონაწილეობა კონსტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც მე დავასახელე. ან და თუ არჩევნებს ვერ ჩატარებთ, უნდა შემოგვიშვათ პარლამენტში კონსტრუქციული ოპოზიცია, რაც მე დაგისახელეთ. მოვისმინე კიდევ ეხლა განათლების სისტემაში და იმაში. მოვისმინე კიდევ თენგო ომანიძესთან ქალბატონ ბაია ამაშუკელის ვიდეო ბლოგი. ის ამბობს, ის ადამიანი არის მეცნიერი. ის ამბობს, რომ საბჭოთა სწავლა განათლების პროგრამა უნდა შევიდესო სკოლებშიო. 100%-ით ვეთანხმები იმას. ასევე მან ძალიან საინტერესო რამ თქვა. ჯავახეთის სკოლებშიო სომხეთიდან ღებულობენ ისეთ დირექტივებს, თითქოსო ჯავახეთიო სომხებმაო თამარ მეფეს აჩუქესო. ხომ ხედავთ რას ასწავლიან ახალგაზრდა სომეხ მოსახლეობას. ამას უნდა მიექცეს ყურადღება. ამ ქვეყნის განათლების სისტემა შესაძლელია მაგარ რეფორმებს საჭიროებს. საბჭოთა კავშირის განათლების სისტემა საუკეთესო იყო მსოფლიოში. მსოფლიოში საუკეთესო განათლების სისტემა იყო. არც ერთ ქვეყანაში, თვით გერმანიაშიც არ არის ასეთი. ხო და სხვათა შორის ის გერმანიის და იმის იგი წააგავდა ერთმანეთს. განათლების სისტემა. და ხო საბჭოთა კავშირის განათლების სისტემა საუკეთესო იყო მსოფლიოში. სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში ნომერ პირველი საგანი იყო. უყურეთ, სკოლებში განსაკუთრებით ნომერ პირველი ის ყოფაქცევა. ყოფაქცევაში ვისაც ცუდი ნიშანი ქონდა, ცუდი კი არა, ვისაც ფრიადი არ ქონდა, თუ ფრიადი იყო უწინ 5, 4 იყო კარგი. ფრიადი უნდა ქონოდა აუცილებლად. ყოფაქცევა რა არის? ადამიან ახალგაზრდების ყოფაქცევა. ახლა რომ არავითარი ზდილობა არ აქვენ და არაფერი არ აქვენ ახალგაზრდებს. ზოგს, ყველას არა, ზდილობიანი ახალგაზრდებიც არიან. ყველას ვერ გავდენით ერთი ჯოხი. მაგრამ ეს ყოფაქცევა უნდა შემოვიდეს სკოლებში. უნდა როგორ უნდა მოიქცეს ბავშვმა, უფროს როგორ უნდა დაუჯეროს და ეს ყოფაქცევა აუცილებელია. ნომერ პირველი საგანი იყო. ისე იგი მე მახსოვს რომ სწავლობდი სკოლაში, ყოფაქცევაში აუცილებლად 5-იანი უნდა ქონოდა. 5-იანი იყო ფრიადი მაშინ. ხო. ეხლა შემოკარგებო კიდევ მინდა გითხრათ. ხომ ხედავთ უცხო ტომის წარმომადგენლები როგორ ეტანებიან ამ ქვეყანას, როგორ მოაძალა ამ ემიგრანტებმა მიგრაცია, როგორი. თქვენ კი რაღაც კაპიკების გულისთვის მიდიხართ საქართველოდან. მე ამ ხნის კაცი ვარ, 80 წლის კაცი ვარ და თურქეთში არ ვარ ნამყოფი. რუსეთი მოვლილი მაქვს ყველაფერი. და იმის მერე, ესე იგი, დავდიოდი მოლდავეთში დავდიოდი. მოლდავეთი იგივე საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა იყო და მეუღლე მყავს იქაური და ამიტომ დავდიოდი იქ. ხო, ესე იგი, ყველა საქართველოდან გაქცეული ადამიანი თავისი ახალგაზრდა ადამიანი, ახლა
ბერი და ხნიერი ადამიანი თუ წავა 50 წელს გადაცილებული წავა სამუშაო და მისი ოჯახის გამოსაგვებად ეს დასაშვებია კიდე მაგრამ ახალგაზრდას რა უნდა ახალგაზრდას იქ რა უნდა ახალგაზრდას სამას საქურდლად და ტოტალიზატორებში სათამაშოდ თუ რა უნდა ახალგაზრდას იქ დაეტიეთ ახალგაზრდებს მაქანე გამრავლდით და გაიხარეთ და გათხოვდით მოიყვანეთ და დაეტიეთ საქართველოში ყველა სამუშაო რომ ახლა ისე იგი მეზობა სხვენია ზოგიერთს არავით არის სამუშაო არ არის იქ რატომ არ სხვენიათ იქ საზოგადოებაში რატომ არ სხვენიათ ყველანაირ სამუშაოზე რომ მუშაობთ ხო ახალგაზრდა აქედან გაქცეული საქართველოსთან გაქცეული ახალგაზრდა ადამიანი თავისი ქვეყნის მოღალატე გამოდის ამიტომ უნდა აიგზავნოს ახალგაზრდა ადამიანების გაშვება, ვისაც გამრავლების უნარი აქვს. 40 წლამდე ახალგაზრდების 40 წელს ზევით ახალგაზრდა, რომელზეც ახალგაზრდა არის 50 წლამდე, მაგრამ ის უკვე შეუძლია მათაც გამრავლება იგი, მაგრამ იმის იგი ძნელია იმის გადაბირება და ამიტომ ახალგაზრდა უფრო თხოვდება და უფრო მოყავს ახალგაზრდებს. ამიტომ უნდა აიგზავნოს ახალგაზრდა ადამიანების გაშვება, ვისაც გამრავლების უნარი აქვს. არ უნდა გაუშვას საზოგადოებრივ სამუშაოდ 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. მით უმეტეს არ უნდა შეუწყოს ხელი მთავრობა მათ წასვლას 40 წლამდე ახალგაზრდის. ხო ჩამოდით ახლა გეუბნებით ვიც არის წასული ახალგაზრდები ქართველი თუ გიყვართ საქართველო თუ გინდათ რომ ქართული ისმოდეს როიძახით იქიდან ნოსტალგია გაქვენ ჩამოდით ახალგაზრდები ჩამოდით და გამრავლდით თორემ ხელიდან გვეცლება საქართველო დარჩა ახალგაზრდები ახალგაზრდის წასვლა ეს არის რომელი მშობელიც ახალგაზრდას გაუშვებს საზოგადოებრივ მე არ მიმაჩნია ასეთი კაცი საქართველოს პატრიოტად ეს არის მოღალატე ადამიანია შვილი როგორ უნდა გაუშვას სხვაგან მარტო ჩამოდით და გამრავლდით თორემ ხელიდან გვეცლება საქართველო საქართველოში მუშაობა ჯობია მეზოვეთ მუშაობა ჯობია საქართველოში სხვაგან ხეტიალს თორემ გადაშენდება ჩვენი ერი. ეხლა ჩემო კარგებო პოლიტიკაში ხო პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს საერთოდ. ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესების სფერო. მე პირადად თვლი რომ ყველაზე მეტად ჩვენ გვაწყობს რუსეთის ქოლგის ქვეშ ყოფნა. რუსეთის ქოლგის ქვეყნის ბირთვული ომი რომა არა ბირთვული ომი რომა რუსეთის აქვს ისეთი სოის იძახიან ამას სტრატეგიული აბარონი ინიციატივა ესე იგი ხო სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივა სოი ქვია ამას ესე იგი რომელიც რაკეტებს და იმას იჭერს ჰაერში ხო ამიტომ რუსეთის ქოლგის ქვეშ ყოფნა ჯობია როგორც ბელარუსი და ყაზახეთია ისე ვიმოქმედოთ ჩვენს ევროპის ქვეყნები თვით ევროპის ქვეყნები ახლა ამერიკამ წაუყენა პრეტენზია მაგრამ ჩვენო ვერ დაგიცავთ თქვენ თუ ფული არ გადაგვიხადეთ ხო ევროპის ქვეყნები აწი ფულს გადაუხდიან ამერიკას თავდაცვისათვის ჩვენ კი შეგვიძლია უფასოდ რუსეთის ქოლგის ქვეშ ყოფნა უფასოდ ასე რომ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა და არა მარტო დიპლომატიური ურთიერთობა უნდა დაიდვას უნდა ხელშეკრულება მეგობრობის და ყველაფერის ხელშეკრულება უნდა ეს ამას გადაწყვიტავენ მე იურისტები და ეგენი როგორ მაგრამ თავარი არის დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღდგეს რუსეთთან საელჩო უნდა გაიხსნას საქართველოში და რუსეთში საქართველოს მე ვერ გამიგია ამ ხელისუფლების
რამ შეაძულათ ასე მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა? რამ შეგაძულათ ასე გეუბნებით ნაცებს და ქოცებს, გეუბნებით რომ რამ შეგაძულათ ასე ქრისტიანული ქვეყანა? არაბები და არაბი გირჩევნია რუსს? ამ წესიერ პატიოსთან ხალხს გირჩევნია ეს იგენი რა ქვია ამრევები სადაც წავიდნენ ყველგან არის ეს სიტუაცია შვედეთში, საფრანგეთში, დიდი ბრიტანეთში და ყველგან. ხო სხვა ჯულის ქვეყნებს ეთმასნებით. როცა ახლოს ყავს მეზობელი აგენ მართლმადიდებლური ქვეყანა. თქვენ არ ხართ მართლმადიდებლები, არც ერთი ვისაც არ გინდათ პარლამენტის წევრები რომ ხართ, არა? თქვენ ხართ ნახევარზე მეტი ურიები ხართ. არ გინდათ. მე ქრისტიანულ მაშინ იუდაიზმი მიიღეთ. რას მაიმუნობთ აქ? მე ვერ გავი, ესე მაიმუნობაა ეს, კი არა? ქრისტიანული მართლმადიდებლური ქვეყანა არ გინდა ვარს ლაპარაკობ და არაბეთში და იმაში დარბიხართ რაღაცა. არ არის ეს კარგი შემოკარგებო. მე რაცავა, მე ხნიერი ვარ და ჩემისანა ხნიერი ხალხი. რაცა უნდა ტირანია იყოს, რაცა უნდა იყოს, მაინც დავამთავრებ ჩვენ ცხოვრებას, მაგრამ ახალგაზრდები მეწოდება ახალგაზრდები. ხო როგორც ეთყობა, ოცნებას არ უნდა პარლამენტში იყოს კონსტიტუციური უმრავლესობა. როგორც მოგეხსენებათ, რა პუნქტები არის იქიდან ამოსაღები, რომელიც ითვალისწინებს ნატოსა და ევროკავშირში შესვლას საქართველოს. ამიტომ ეს პუნქტები უნდა ამოიღოს, ეს უნდა ამოიღოს კონსტიტუციურმა უმრავლესობამ. 96 კაცი ადამიანი ვერ ამოიღებს ამას. ამიტომ არ იწუხებს თავს, არ აინტერესებს. ხო, ოცნებას არ უნდა რომ პარლამენტში იყოს კონსტიტუციური უმრავლესობა. არ გინდათ თქვენ თუ არა, რომ გინდოდეს, გახარია რომ შეათრიეთ, გახარიას პარტია იქ. კონსტრუქციული ოპოზიციას შეგვიშვით იქ. ყველა ნახეთ, ყველაფერი დაწყნარდება, თორემ არ დაწყნარდება, გადაყვებით ამას, გადაყვებით ამ საპროტესტო ტალღებს. გამოსვლა იმედის აღზე ვერ გისვამის. იმედის აღზე გამოსვლა ვერ გიშვერის. იმედი არის პატარკაციშვილის ტელევიზია. პატარკაციშვილიც ებრაელი იყო და დაანებეთ თავი მაიმუნობას და იმას. თორემ ნამეტარი აღერღილია ხალხი. მე მინდა მშვიდობა იყოს საქართველოში და გაგება იყოს, ურთიერთგაგება. ხო, უმრავლესობა ხო, რათა ამოვიღოთ უნდა კონსტიტუციიდან უნდა ამოვიღოთ ნატოსა და ევროკავშირისაგან სწრაფვა ის პუნქტები ამოვიღოთ უნდა. ამიტომ ჩვენი დასახელებული სია უნდა განიხილოთ, ჩემი დასახელებული სია უნდა განიხილოთ და შეგვიშვათ პარლამენტში, რომელიც არ მოგეწონებათ თქვით. რომელიც მოგეწონებათ შეგვიშვით პარლამენტში. თორემ თქვენ თავს დააბრალეთ, რაც მოხდება თქვენ თავს დააბრალეთ. ხო. ძალიან აირევა პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში. ვინც ახლა არიან პარლამენტში 96 დეპუტატი, არც ერთს არ უნდა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. არც ერთს არ გინდა, ნახევარზე მეტი ებრაელები ხართ. ხო, არ გინდათ. ხო. მე ეროვნებასთან პრობლემა ებრაელიც ვიყო, ვიცხოვროთ მეგობრულად ყველა ამ ქვეყანაში, მაგრამ გააჩნია მტერი კი არ უნდა იყო ამ ქვეყნის. მტერი კი არ უნდა იყო. ვიცხოვროთ მეგობრულად ყველა მტერი არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში, ხო და ახლა ეს მიგრანტები თქვენ რა იცით, მტრებია თუ მოყვარე, რა იცით რა უდევს ამდენი ხალხი რო შემოდის გულში რა უდევს. ხო 96 დეპუტატი არც ეს არ გინდათ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. ყველა მილიონერები ხართ. და თქვენი მილიონების დაცვა და გამრავლება გინდათ. მეტი არაფერი არ გინდათ თქვენ. სიკეთე არ გინდათ თქვენ ქართველი ხალხისთვის. დროა გონსმოდით ყველამ.
პოზიციამაც და ოპოზიციამაც. ეხლა ბევრი პრობლემებია საქართველოში, მაგრამ მე მაინც როგორც ლანჩხუთელი ლანჩხუთის პრობლემა მაწუხებს. შეიძლება არ მელაპარაკ ამ იმაზე, მაგრამ მაინც მინდა რომ ახლა მინდა ლანჩხუთის რაიონზე ვილაპარაკო. როგორც პატარა რაიონი ლანჩხუთი კიდე არის, მაგრამ ყველა სამტრედიაში მაგალითად არის ბაზარი ნორმალური, ქუთაისში არის ბაზარი, ყველგან არის იმაში, დიდ ქალაქებში ხომ არის, მაგრამ პატარა რაიონებშიც არის ბაზრები, საჩხერეშიც არის ბაზარი, ნამყოფი ვარ იქ ყველაფერი, მაგრამ ლანჩხუთში არ იქნა და არ ეღირსა ლანჩხუთის რაიონს ნორმალური ბაზარი, კარგ ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს, შემოკარგებო. როცა ქალაქიდან, როცა რაიონული ცენტრიდან მოცილებით აკეთებს ბაზარს, არ წავა ლანჩხუთში არის რა იქნება 1000 მყიდველი, მეტი არა, სხვას ყველას გასაყიდი აქვს ყველაფერი. სადაც უნდა იყოს ნორმალურ ადგილზე ბაზარი, არა დიდი ბაზარის გაკეთება საჭირო. დიდი ბაზარი ცალკე რომ უნდებიანი კიდე გააკეთებენ 500 ადგილიანს იმას და ბოლოს ისე ჩაიშლება შენობები და დალპება როგორც დალპა ორჯერ. ახლა რომ არის ნახეთ როგორ არის ბაზარი, ძველი ბაზარი. ისე დალპება არ შევა იმდენი ხალხი არა ლანჩხუთიდან გარბიან ხალხი, ხომ ხედავ გარბიან, რომ არაფერი არაა წესიერად აქვს. ნორმალური ბაზარი აუცილებელია სხვა რაღაც სულელობებს რომ აკეთებ დაიმაშობით. რამდენი ფული დაიხარჯა 1000 ჯერ თქვი იმაში, რომელიც არ იყო საჭირო გასაკეთებელი. და თუ კი რაიმე კეთდება ლანჩხუთის რაიონში და ყველა იმაში სადმე რომ კეთდება, ხალხის წინაშე უნდა გამოვიდეს და ხალხმა უნდა შეიკრიბოს, უნდა თეატრი არის, გინდა ხაერზე შეიკრიბოს, უნდა განიხილოს, უნდა საკითხი რას გვაქვს, მაგალითად ეს თანხები და ხოდა გავაკეთოთ თუ არ გავაკეთოთ ეს და როგორ ხალხი უნდა გაიჭირდეს ამაზე საკრებულოში იქნა 10 კაცი და 15 კაცი როგორ შეიძლება ეს ყველა მექთამეები დაიგენი. ხო, სადაც გაიყიდება ფერმერის მიერ მოწვეული პროდუქცია. ანუ საბჭოთა კავშირის დროს რომ იყოს საკოლონიო ბაზარი, ეს კეთდება შეგნებულად. მე ახლა სხვაგან არ ვიცი როგორ, მაგრამ რაც მე რაიონები ვიცი, ყველგან ნორმალურ ადგილზე ბაზარი. ცენტრშია ყველგან ბაზარი. ხოდა აქ ლანჩხუთი პატარა, ძალზე პატარა რაიონია, ხოდა ის კიდევ რაიონული ცენტრიდან იქნება. ხოდა ახლა ვინ არის ყიდველები? ეს კეთდება შეგნებულად, რომ გაიყიდოს ახლანდელი ნეოფეოდალების მაღაზიის პროდუქტები, რომ არის მაღაზიათა ქსელები, რომ დაარსეს სოკოებივით მოედვენ მთელ ლანჩხუთს და მთელ ქვეყანას. რადგან ცენტრში არის მათი მაღაზიათა ქსელები, ბაზარიც ცენტრში უნდა გაკეთდეს, რომ კონკურენცია გაუწიოს მაღაზიათა ქსელებს, რომლებიც სოკოებით მომრავლდნენ. ხო, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბაზარი იქ გაკეთდეს, სადაც ხელისუფლება აპირებს რკინიგზის სადგურთან ახლოს, თორემ როგორც ძველი ბაზრები დაინგრა და შენობები დალპა, ისე დაინგრევა და ამდენი თანხები წყალში ჩაყრილი გამოვა. ბაზარი უნდა გაკეთდეს ეგრეთ წოდებული იმერეთის ბაზარს რო ეძახიან, ისი ბაზარია, ის არის სპეკულიანტებისა და გადამყიდველების ისა. ხო, იმერეთის ბაზარს რომ ეძახიან ეგრეთ წოდებულს, იმის გვერდზე, სადაც არის ადგილი, სადაც ისედაც დგანან ახლა მანქანები და ყიდიან რაღაცა კარტოფილს და რაღაცებს ყიდიან. ხო, ისედაც დგანა მანქანებზე პროდუქტს, რაც არის კორუფციის წყარო. თუ ვიღაცას არ გადაუხადე ფული, არა, ისე არ დაგაყენებიებს მაშინას, თქვენ იქ არ დაგაყენებიებს მაშინას. კორუფციის წყაროა. თუ ვიღაცას არ გადაუხადე თანხა, ისე აქ არავინ დაგაყენებს. ხალხი შეჩვეული არის იქ, სადაც დაგისახელეთ. ნუ უწყობთ ხელს გადამყიდველებსა და მაღაზიის მფლობელ ნეოფეოდალებს. საერთოდ რაიონში რომ რაიმე კეთდება, იმას ხალხი უნდა წყვეტდეს და არა საკრებულო.
რაიონის მოსახლეობა უნდა გადაწყვიტოს სად რა გაკეთდეს და საერთოდ გაკეთდეს თუ არა. ლანჩხუთი პატარა რაიონული ცენტრია. დიდი ბაზრის გაკეთება არ არის აქ სწორი. ბაზარი უნდა გაკეთდეს დაახლოებით 50 ადამიანზე. გადახურული კარგად სანაგვე ყუთებით დამდგარი იქ და წესიერად და კულტურულად და სუფთად. ხო 50 ადგილიან დიდი ბაზარი არ არის საჭირო. დიდი ბაზარი არასდროს არ შეივსება. 200 კაციანი ბაზარს რომ გააკეთებთ ახლა მაგალითად იქ სადგურთან ახლოს მოშორებითაა ის თითქმის 1 კილომეტრი არა, მაგრამ 800 მეტრი ხომაა, 600 მეტრი ხომაა. არ წავა 600 მეტრს დაღლილი სამუშაოზე იყო ადამიანი მთელი დღე. ხო მე მაქვს ხედველობაში ბიუჯეტის მოსამსახურები. სამსახურში იყო და არ წავა კიდე იქ და იქიდან იყიდეს გზაზე ვინც შეხვდება იქიდან იყიდეს იმ მაღაზიებიდან. ეს მაღაზიის ქსელები სოკოებივით მოედვენ იმასაც. დიდი ბაზარი არ არის საჭირო, არასდროს არ შეივსება. სადგურთან ახლოს რომ აპირებენ გაკეთებას. ლანჩხუთში მყიდველები ძირითადად არიან ლანჩხუთი პატარა რაიონი და ძირითადად მყიდველები არის ბიუჯეტის მოსამსახურეები, რომელთაც ხელფასები აქვენ დიდი. აბა გლეხი და მშრომელი კაცი მეზოები და იგენი იქინე არ წავა. ხო არ წავა საერთოდ. რომლებიც რაღაც კაპიკების გულისთვის არ წავლენ ისე შორს და ადგილზე ცენტრში იყიდიან მაღაზიათა ქსელებში. ხოლო მშრომელთა მასას უფრო მეტი აქვს გასაყიდი სასოფლო სამეურნეო პროდუქტები. ამიტომ ამ ბაზარში, ამ 50 კაციან ბაზარში, 50 ადგილიან ბაზარში გადამყიდველები კი არ უნდა იდგეს, გადამყიდველები რომ ყიდულობენ, აიღებენ, მაგენი ჭკუით ყველაფერს იღებენ, მაგენი. ხო და ასეთი გადამყიდველები კი არ უნდა იდგენ. იქ უნდა იყოს აკრძალული უნდა იყოს იქ გადაყიდვა პროდუქტის. უნდა იყოს პირდაპირ გამყიდველი უნდა იყოს. ვინც ყიდის. და არა რომელიც გაყიდის და იყიდის და შემდეგ გადაყიდის იმას. 50 კაციანი კარგად დახურული, გამზადებული სანაგვე ყუთებით რა არის 50 კაცი ისე ის კინის იგი შეიძლება შეიკრას პირდაპირ გადახურული. ხო და ადგილი გაკეთებული. 50 კაციანი 100 კაციანის დაეტევა, მაგრამ 50 კაციანი ადგილი არის კარგად დაეტევა. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას ხალხსაც და ლანჩხუთის ხელისუფლებასაც ცენტრში უნდა გავაკეთოს ბაზარი, თორემ დაიმახსოვრებთ როგორც ის ორი ბაზარი დალპა, შენობები დაინგრა და ისე დაინგრება თქვენი გაკეთებული ბაზარი. მით უმეტეს როგორ კეთდება ახლა ყველაფერი იცით. ბათქაში ცვივა ყველაფერი, კასკად ცვივა ყველაფერი იმაშობა. დალპება ყველაფერი. ასე და ამრიგად კარგად ბრძანდებოდეთ ყველა. ჯანმრთელობას და ბედნიერობას გისურვებთ ყველას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. Cum a gătit și